დღეს მე მინდოდა მელაპარაკა საჯარო სივრცეების პრივატიზებაზე და ქალაქის სწორი განვითარების აუცილებლობაზე. იმაზე რომ სიტყვა ინვესტორი არ შეიძლება იყოს საკრალური და არ შეიძლება რომ ქალაქის კონცეფცია, ქალაქის იდეა, ქალაქის განვითარება მოვარგოთ ინვესტორის სურვილებს და მის პირად მოგებას. რომ კარგი ქალაქი არ ნიშნავს რესტორნებს, ბიზნეს ცენტრებს, კაზინოებს, რომ კარგი ქალაქი ნიშნავს ყველასათვის ხელმისაწვდომ საჯარო სივრცეებს, პარკებს, სკვერებს, მოწესრიგებულ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, გზებს, მოწესრიგებულ ტროტუარებს. თუმცა ამაზე აღარ ვილაპარაკებ და უბრალოდ ჩამოვთვლი იმას, რაც დავკარგეთ უკვე. ჩვენ დავკარგეთ იმელის შენობა, დავკარგეთ ფაქტობრივად გუდიაშვილის სკვერი, დავკარგეთ რიყე, დავკარგეთ მეცხრე საავადმყოფო, დავკარგეთ ტროტუარები, დავკარგეთ ციყვები, დავკარგეთ საყდრისი, დავკარგეთ ბაგრატი, დავკარგეთ ბათუმის ისტორიული შენობები და ეხლა აღარ უნდა დავკარგოთ ვაკის პარკი და აღარ უნდა დავკარგოთ ძველი თბილისი. ეს ქალაქი არ არის ინვესტორის, ან არ არის მერის, ან ვინმე კონკრეტული პირის, რომ ეს ქალაქი არის ჩვენი და ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ამ ქალაქზე. რომ ქალაქი უნდა დავიცვათ და დავიბრუნოთ, რისი დაბრუნების შესაძლებლობაც არის და რომ მეტი აღარაფერი აღარ უნდა დავკარგოთ.